კოალიცია ევრაზიული არჩევანისა და ერეკლე მეორის საზოგადოების წევრებმა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობის აღდგენისა და ოკუპაციის შესახებ კანონის გაუქმების მოთხოვნით თბილისში რუსთაველის გამზირიდან საგარეო საქმეთა სამინისტრომდე საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. აქციაში 50-მდე პირი მონაწილეობდა. ისინი მიიჩნევენ, რომ საქართველოს განვითარებისა და ტერიტორიული მთლიანობის გარანტს რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობა წარმოადგენს. ჩვენთვის აუცილებელია, რომ რუსეთთან დაიწყოს პირდაპირი დიალოგი, რუსეთთან აღდგეს დიპლომატიური ურთიერთობები და რუსებთან და აფხაზებთან და ოსეთთან ერთად დავიწყოთ ჩვენ მოლაპარაკება იმ პროცესზე, რასაც ქვია და ჩვენთვის ყველაზე მტკივნეული აფხაზეთის და სამაჩაბლოს დაბრუნება საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობაში. ჩვენ ვასრულებთ საქართველოს პატრიარქის კურთხევას, რომელიც გვეუბნება ჩვენ, რომ ჩვენ უნდა გქონდეს ჩვენ მოძმე რუს ხალხთან ერთად, არა მარტო კეთილმეზობლური, არამედ ძმური და მართლმადიდებლური ურთიერთობები. კოალიცია ევრაზიული არჩევანის წევრები მიიჩნევენ, რომ საქართველოსთვის ევრაზიული კავშირი უფრო ხელსაყრელია, ვიდრე ევროკავშირი. მე დღეს არ ვიცი ნამდვილად, რას წარმოადგენს ევრაზიული კავშირი, მაგრამ მე როდესაც ნაცხოვრები ვარ საბჭოთა კავშირში, რომელიც ასეა თუ ისე ავა თუ კარგად, ხო, იცავდა ჩემი ქვეყნის სუვერენიტეტსაც, რამდენიც არ უნდა პარადოქსულად გეჩვენოთ ეს გამონათქვამი. ეკონომიკას, სოფლის მეურნეობას ვითარდებოდა ყველაფერი, ხო? თუ იმისი მსგავსი არა, მაგრამ საშუალება მოგეცემა ქართველებს, რომ ინტეგრაცია მოვახდინოთ ყოფილ საბჭოთა კავშირის რესპუბლიკებში, ეკონომიკა იქნება, სოფლის მეურნეობა იქნება, მეცნიერების განვითარება იქნება თუ ასე შემდეგ. მე ამის მომხრე ვარ. შახუდებული ვიყავით რუსეთთან, არ გვეშინოდა არაფრის, არავისი და გასურსეთ დავარნებდა თავი. გაშალა ფრთები უარგისმა მიშამ. კოალიცია ევრაზიული არჩევანის აქციის დაწყებიდან რამდენიმე წუთში საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთან თავისუფალი ზონის წევრები მივიდნენ, რომლებმაც კოალიციის წევრებს მოღალატეები და მონები უწოდეს. მათ ბანერებს კი მავთულ ხლართები შემოავლეს. პოლიცია ურთიერთსაწინააღმდეგო აქციის მონაწილეებს შორის ჩადგა და მათ ერთმანეთთან მიახლოების საშუალება არ მისცა. ეს მაამებლური პოლიტიკა არის ყოვლად ამორალური, არა ქართული. ამ ხალხს რუსული ჩექმა ენატრება. დისკომფორტს გრძნობენ, რომ კისერზე უღელივით არ აწვება რუსული ჩექმა. სანამ ამათ ეს მალტურ ხლართი პირადად არ გადაუჭერს კისერსში, საქართველოს ტკივილი ამათ არ ტკივათ, გორი ამათ არ ტკივათ, აფხაზეთი ამათ არ ტკივათ. ჩემი დიდი თხოვნა იქნება ყველამ შეიძინოთ საქართველოს ისტორიის სახელმძღვანელოები განსაკუთრებით ბოლო და გავიგოთ რა დაგვიშავა რუსეთმა. გავარკვიოთ კარგად, მეგობარია თუ მტერი. მეორე პატივი ჩვენს დაღუპულ ჯარისკაცებს სისხლით იომეს, სისხლით დაიცვეს ამ შოუს. არ გვინდა პუტინი, არ გვინდა მედვედევი, გვინდა თავისუფალი საქართველო, ამაყი საქართველო გვინდა თავისი ძლიერი ისტორიული ფესვები. საპროტესტო აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან 1 საათში დაიშალა. თავისუფალი ზონის წევრებმა კოალიცია ევრაზიული არჩევანის წევრები ტერიტორიიდან სტვენითა და შეძახილებით გააცილეს.